მოგვიყევით დღევანდელი დებატების შესახებ მეტი შინაარსი ვიცით რომ იყოს ძალიან მწვავე საუბარი შეეხო პოლიტიკურ დევნას საქართველოში რაიმე კონკრეტული შედეგი მყისიერი შეიძლება ამ წუთას მოსალოდნელი არ არის მაგრამ აქ ჩვენი პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები იყვნენ ამ ქვეყნების პოზიცია ჟღერდა ხომ აი რა განვითარება შეიძლება მოყვეს ამას მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. პირველ რიგში ჩემი სოლიდარობა და დიდი პატივისცემა ყველა პოლიტპატიმარს და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ისინი ძალიან მალე იყვნენ თავისუფალი და კიდევ უფრო აქტიურად ფიზიკურად ჩართულნი ჩვენი თავისუფლებისთვის ბრძოლაში, თუმცა დღეს თუ ვინმე არის თავისუფლებისთვის ბრძოლაში ჩართული, პირველ რიგში არიან ეს ადამიანები და კეთს-ვიხრი თითოეული მათგანის წინაშე. მე მქონდა პატივი შევხედოთ ძალიან ბევრ, ძალიან მნიშვნელოვან მეგობრებს ჩვენი ქართული სახელმწიფოსი, მათ შორის დღეს შევხვდით ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, ბატონ რუსოპოლოს, შევხვდით ძალიან ბევრ ათობით პარლამენტარს ევროპული მასშტაბის სხვადასხვა სახელმწიფოდან, მქონდა საუბრები სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფებთან, სხვადასხვა დელეგაციებთან, ეროვნულ დელეგაციებთან და მე ვფიქრობ, რომ ძალიან კარგად მივიტანეთ ის ძირითადი სათქმელი, რაც ქართულ პროტესტს აქვს. პირველ რიგში, რაც ქართულ დემოკრატიულ საზოგადოებას აქვს, ეს არის პირველ რიგში ახალი საპარლამენტო არჩევის მოთხოვნა, პოლიტპატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოთხოვნა და რასაკვირველია, ყველა იმ დემოკრატიული წესის და სტანდარტის დაცვის და აღდგენის მოთხოვნა, რაც უნდა ახასიათებდეს ევროსაბჭოს წევრ სახელმწიფოს და მით უმეტეს სახელმწიფოს, რომელსაც ევროპული კავშირის წევრობაც სურს, რაც რა თქმა უნდა მნიშვნელოვან ამბიციებს გულისხმობს და მნიშვნელოვან მისიას შეიცავს. აი დღეს ამ მისიას ჩამოვჭით და სხვა შორის ჩემთვის ძალიან სიმბოლური იყო, რომ სწორედ ამ დარბაზში თქვა ზურაჟვალიამ ის ლეგენდარული ფრაზა მე ვარ ქართველი, ბაშასადამი მე ვარ ევროპელი. აი ამ ფრაზისთვის, მისი შინაარსისთვის გვიწევს დღეს ბრძოლა და ეხლა როდესაც ათობით პარლამენტარს ვესაუბრებოდი და ვეუბნებოდი რომ მამუკა ხაზარაძე ადამიანი რომელმაც საქართველოში პირველი ფინანსური ინსტიტუტი შექმნა, რომელიც არის ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი ეკონომიკური ხერხემალი, ბადრი ჯაფარიძე, რომელმაც ხელი მოაწერა დამოუკიდებელი საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს. აი რომ ვეუბნებოდი პარტნიორებს რომ ასეთი ადამიანები არიან დღეს დაპატიმრებული პატრიოტიზმის გამო, სამშობლოს მსახურების გამო. რა თქმა უნდა, ყველა მარტივად წარმოიდგენს როგორი არის მათი რეაქცია და მათი დამოკიდებულება, როდესაც იციან რომ ასეთი ადამიანები, ვინცაც მართლა დგას ჩვენი სახელმწიფო, სხვა პოლიტიკური ლიდერები, ვისაც ძალიან ბევრი აქვს გაკეთებული ჩვენი საზოგადოების და სახელმწიფოს სიკეთისთვის და ვინც ემსახურებიან წლების განმავლობაში იმას, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს რა, ევროპული, დემოკრატიული, წარმატებული, ეკონომიკურად დაცული და პერსპექტივით სავსე, რომ ადამიანები კი არ მიდიოდნენ სხვაგან არაბეთ, საკუთარ სამშობლოში შეეძლოთ ეკონომიკური პერსპექტივის გამონახვა, დასაქმების ადგილის გამონახვა. აი ესეთი ადამიანები არიან დღეს დაპატიმრებული, იმიტომ რომ არ აღიარებენ ამ ეგრეთ წოდებულ პარლამენტს, იმიტომ რომ რა თქმა უნდა საკუთარი სინდისი და ღირსება და მოქალაქეობა ბევრად უფრო მაღლა დააყენეს, ვიდრე თუნდაც თავისუფლება და კომფორტია. ადამიანებმა, მაგალითად, ჩემო ორმა კოლეგამ თქვენ თავად დაწვდით მათ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ოპოზიციის უმეტესობა, ლიდერების უმეტესობა ციხეშია, მათ შორის ლელოდან ორი ლიდერია ციხეში. მომდევნო დღეებში კიდევ სხვებს დააპატიმრებენ, სავარაუდოდ თინა ბოკუჩავასაც იგივე ბედი ელის, ასეთი ტენდენცია. ახლა აი კონკრეტულად მათი აღქმებიდან გამომდინარე, ბუნებრივია მათი აღქმა გამძაფრდებოდა არსებული კონტექსტის გათვალისწინებით. თქვენ თავადვე აღნიშნეთ, რომ ევროსაბჭოს ამ დარბაზში ზურაბ-ჟვანიას ცნობილი ფრაზა წარმოითქვა და დღეს საქართველოს ბელარუსიზაციაზე საუბრობთ, ხო, იმავე დარბაზში. ასეთ ვითარებაში აღმოჩნდით. შესაბამისად, ეს აღქმები ახლა ქმედებებში როდის, როგორ გამოიხატება, თქვენ პირადად რა შეგიძლიათ გითხრათ სიახლე ამ მიმართულებით? დიახ, პირველი თქვენს ნათქვამს უნდა გამოვიხმარო, რომ აბსოლუტურად აი რა კარგად და რა საშინლად უბრალოდ აღწერს ჩვენს ტრაგედიას ის, რომ ამ დარბაზში ითქვა ის, რაც ითქვა 90-იანებში ჯერ კიდევ და დღეს 2025 წელს ამ დარბაზში ითქვის ის, რაც ითქმის, ის რომ საქართველოს ჩამორჩა ცივილიზებულ მსოფლიოს და უღალატა ამ ეგრეთ წოდებულმა ხელისუფლებამ რეჟიმმა რეალურად ყველა იმ ღირებულებას, რომელზეც დგას საერთაშორისო ცივილიზებული სამყარო და ზუსტად ამ დარბაზის წინ დღეს ვესაუბრებოდი ვლადიმერ კარამურსას, ადამიანს, რომელიც საზოგადოებამ იცის, არის ფაქტობრივად ერთადერთი ცოცხალი ადამიანი, ვინც რუსი აქტივისტი, რომელიც პუტინის რეჟიმს ღიად არის დაპირისპირებული. და რომელიც მოწამლეს და რომელმაც ყველაფერი გაიარა, ყოველშევარ გაიარო ასეთ რეჟიმთან ბრძოლაში და აი კარამურსას ველაპარაკებოდი და კარამურსა რომ მეუბნებოდა, რომ ხო, ჩვენ ერთი მტერი გვყავს.
აი ამაზე უფრო სევდიანი და ტრაგიკული და ამავე დროს ისტორიული რა უნდა იყოს. როდესაც იმ დარბაზის წინ, სადაც ჯვანიამ ეს ფრაზა თქვა, დღეს პუტინის პირადი მტერი და პუტინის მიერ რამდენიმეჯერ დაპატიმრებული, მუდმივად დევნილი, მოწამლული და კიდევ რა არა პირი მეუბნება რომ ხო, მე და შენ, თქვენ და ჩვენ გვყავს ერთი მტერი. და ასევე მეუბნება, მაგრამ ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ, იმიტომ რომ უნდა გავიმარჯვოთ. აქ არ არსებობს არჩევანი. და ეს იმპერატიულობა აი იმ ისტორიული პროცესის არის ისაც გვამოძრავებს ბოლომდე და ეს არ გააჩნია ქართულ ოცნებას. ეს არის ჩვენი შეფასებები, რომელსაც აკეთებენ პარტნიორები, ბატონო გრიგოლ, მე უფრო ქმედებების ნაწილი მაინტერესებდა. გასაგებია კონსენსუსი სჭირდება ევროკავშირის საერთო გადაწყვეტილებებისთვის, მაგრამ დღეს ელისომაც წაიკითხა ბრიტანეთის წარმომადგენლის ფრაზა სანქციებთან დაკავშირებით შესაძლებელია, რომ ევროპის ქვეყნებმა ცალკე გააკეთონ, ხო? განცხადებებიც და ნაბიჯებიც გადადგან კონკრეტიკა ამ მიმართულებით იქნება თუ არა თქვენი დაკვირვება რასაჩვენებს? კი, აბსოლუტურად. თქვენ ძალიან სწორად აღნიშნეთ, რომ ის ყველაფერი, რასაც ქართული ოცნების რეჟიმი ჩადის, ბუნებრივია ამწვავებს ობიექტურ სიტუაციას და შესაბამისად ამწვავებს იმ დამოკიდებულებებს, რაც არსებობს ამ რეჟიმისადმი. შესაბამისად, პირდაპირ პროპორციულად გამწვავდება ის ზომებიც, რასაც რეჟიმი მიიღებს ამ ყველაფრის პასუხად და ეს იქნება მეტი ფინანსური საქცია, ეს იქნება მეტი ზეწოლა და მეტი იზოლაცია ამ რეჟიმის და არა ქართული ხალხის წინააღმდეგ, აი იმ ბოროტმოქმედების წინააღმდეგ, რომელიც არიან ამ რეჟიმის მკვლევავები, enablers, რასაც ქვია, ხო, ვინც რეალურად პროპაგანდით, დაფინანსებით, მხარდაჭერით მკვლევავენ ამ რეჟიმს და შესაბამისად მათ უნდა იცოდნენ, რომ მათ ემუქრებათ არა მარტო ქართული ხალხის დემოკრატიული რიცხვა და არა მარტო თავისუფალი ქართული მართლმსაჯულება, რომლის წინაშეც მოუწევს თითოეულ მათგანს წარდგომა, არამედ ასევე ტოტალური საერთაშორისო იზოლაცია. არავინ, აბსოლუტურად არავინ არსად სოფლიოში მათ გარდა რამდენიმე ავტოკრატიისა არ მოედის. ბატონ გრიგოლ, თქვენ საუბრობთ ახლა საგარეო ფაქტორზე, საგარეო რეაქციასა და წნეხზე, მაგრამ როგორი უნდა იყოს ქვეყნის შიგნით? ჩვენ ნახეთ სტრასბურგიდან ერთი ძალიან შთამბეჭდავი ფოტო, სადაც თუ არ ვცდები 4 პარტიის ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებით გახართ ხელი-ხელ ჩაკიდებულები. აი საზოგადოების დაკვეთა და დროდადრო ამას აქტიურად ისმენთ ხოლმე თქვენს არის ერთობა. აი ამ ერთობის მიმართულებით რაიმე ნაბიჯები ხომ არ გადაიდგა, როდესაც ხართ ხოლმე საგარეო ფრონტზე ვიხმარებ სიტყვას, იქ ახერხებთ ხოლმე და ხო არ ბრუნდებით ქვეყანაში უფრო დაახლოებული პოზიციებით, მათ შორის სადაო თემებზე. დავიწყებ იმით, რომ ჩვენ ყოველთვის ვართ ერთიანი საერთაშორისო ფრონტზე და ამ ერთიანობამ ძალიან ბევრი ხელშესახები რეზულტატი მოგცა და კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან მოხარული ვარ ამით, ასეც უნდა იყოს, მით უმეტეს საერთაშორისო ასპარეზზე. ჩვენ თუ რაიმე ძალა გაგვაჩნია, ეს არის ჩვენი სიმართლე, ჩვენი უპირატესობა ზნეობრივი და პატრიოტული თვალსაზრისით და ჩვენი შესაძლებლობა, რომ ერთიანი გზავნილით დავიცვათ ქართული ხალხის ინტერესები. რაც შეეხება იმ საკითხებს, რომელზეც შესაძლოა კონდეს განსხვავებული აზრი, ამ საკითხებზეც მე ვფიქრობ, ყველას კარგად გვესმის, განსხვავებული აზრი არ ნიშნავს განსხვავებულ ტაქტიკურ და სტრატეგიულ ხედვას. ჩვენი ძირითადი ამოცანა ყველასი და ჩვენ ამაზე ეჭვები არ გაგვაჩნია ერთმანეთის მიმართ არის ბიძინა ივანიშვილის დამარცხება. რაც შეეხება პოლემიკას იმას, თუ როგორ გავაკეთოთ ეს და რამდენი ფრონტით თქვა და რა ასპექტებით. აი ეს არის პოლემიკის შინაარსი. ის რომ ჩვენ ყველას გვინდა ივანიშვილის დამარცხება, ის რომ ეს არის საერთო მიზანი და ამოცანა, ამაზე არ არის დავა. შეიძლება მეტი პოლემიკა იყოს იმაზე, თუ რა ფორმებით გავაკეთოთ ეს და ის მოდელიც, რაც ძლიერმა საქართველოს შესთავაზა საზოგადოებას, შემთხვევით არ არის, რომ ერთიანობაზე დგას. ჩვენ თავიდანვე ამას ვამბობდით და ახლაც ამას ვამბობთ, რომ ფართო რანგის, ფართო, ესე ვთქვათ, ფართო ფრონტის, მეც ამას ვიხვალ, ფართო ფრონტის გახსნის შემთხვევით აქვს უფრო მეტი აზრი, რა თქმა უნდა, იმ ფორმატში ბრძოლასაც, რომელსაც ჩვენ საზოგადოებას ავთავაზობთ. თავი კონსულტაციები უსასრულოდ არ გაგრძელდეს და ხო, ერთიანობა უკვე ქმედებაშიც ვიხილოთ.